დაფიქრდი. კი, მაგრამ ძალიან გთხოვ. ცოდვაა ის ბიჭი. ყოველ ღამე ბავშვი ეს იზმრება. თვითონ გითხრათ? მისი თქმა რა თმიდა მე თვითონ მხედავ. მშვიდობისა, ძვირფასო ბავშვებო. მადლობ დედა, მადლობ მამა. ძალიან გემრიელი იყო. ალექსი. რა იყო? მგონი სისულელე მომევიდა. და შენ ამას აღიარებ? ეს უკვე რაღაც ახალია. როდის იწყება სიმპოზიუმი ლენინგრადში? სიმპოზიუმი როჩი? ჩემი აზრით ჩვენი ყოფნა აუცილებელია. კი, მაგრამ შენ ყოველთვის უარზე იყავი და ახლა რა ხდება? რა შეასაკრე? ავჩქარდი. ალო? ლენინგრადია? მამა. ეს ვიდრონა? Это Лия. Лия, из Тбилиси. Здравствуйте. Эльза Петровна, я, извините, конечно, так поздно, но по какому вопросу? Мы все-таки передумали, мы, наверное, приедем. Да. Какого числа? 20-го, да? Через неделю. Ага. Хорошо, Эльза Петровна. Если можно, 2 человека, да? Спасибо большое. У вас все в порядке, наверное, как всегда, да? Хорошо. Да? Нино садили гасკურაზე. Хорошо. Все будет сделано. Да, Эльза Петровна. Спасибо вам большое. Спокойной ночи. Всего хорошего. Алло? Диях. Უკვე ველაპარაკეთ. ალექსი, აუცილებლად უნდა წავიდეთ. ქვეყნის ხალხი მოიყრის თავს. მოსკოვიდან, ლენინგრადიდან, ნოვოსიბირსკიდან. ახალი სახეები. არა, ჩვენი ყოფნა აუცილებელია. მართალი არა ვარ? მართალი ხარ? ხო და ზუსტად მაგას გეუბნებოდი. დროა ჩემზე დაიწყოთ ლაპარაკი. მე ვის დამტოვოთ? მოდი აქ. თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნება? 1, მაქსიმუმ 2 კვირით. სანამ ჩვენ ჩამოვალთ. მამა შენთან დარჩები. ვისთან? რობინზონთან. ერთი კვირით მამა შენთან წახვა. კი, მაგრამ წინათ შენ მას როგორც უცხოს ისე ახსენებდი. ეხლა რა მოხდა? ეს ძნელია სახსნელია. დედიკო, საყვარელო, მე არ მინდა მასთან წასვლა. გესმის, არ მინდა. ნინო, შენ მოიქცევი არა ისე როგორც გინდა, არამედ ისე როგორც საჭიროა. გაიგე? საჭიროა? ვისთვის არის საჭირო? წალი დაწეკი.
რატომ გაგახსენდა? რაგან არ შეიძლებოდა როგორც უწინ ბავშვი ჩემებისთვის დაგვეტოვებინა. მაინც საიდან გაგახსენდა? რატომ? არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. Изменится и голос Верди. Музыка его станет менее воинственной и более человечной, задумчивой. Героями опер не будут более народные хоры и не станут. გამარჯობა, დეიდამარ. Вы смотрели 4-ю серию итальянского გამარჯობა. სად იყავით? სად აგვეკარგეთ? В ролях არსად. Джузеппе Верди, კარგით არა, ნახავთ. Giuseppino Streponi, Carla Franci, Antonio Barezzi, Giampiero Albertini, Francesco Piave, Raimondo Belli, Emanuele Muzio, Enzo Cerusi, Clara Mattei, Milena Vittori. Композитор и аранжировщик Роман Влад, дирижеры Роман Влад и Джанфранко Плениццо, оркестр Союза музыкантов. Сцену из оперы «Эрнани» исполняют Джузеппе Таттеи и Катерина Манчини. Римский хор и оркестр итальянского радио и телевидения. Дирижер Фернандо Превитали. Арию из оперы «Аттилла» исполняет Дино Донди. Римский хор и оркестр итальянского радио и телевидения. Дирижер Фернандо Превитали. Сцену из оперы «Макбет» გერონტი. რა იყო? მოხმარება ხომ არ გინდა? სად მიდიხარ? რა მოხდა? არაფერი. წავედ. აი ნახეთ რა დღეშია. საიდან დაიწყო ასეთი? მოვედი და ხედავ თვითონ თამაშობს. ლიზიკოს დაურეკე და ამანაც მოირბინა. მიირბინე, ეს არ მაინტერესებს. ბატონო გერონტი. ბოლო ხანს მეტი ჩარა სასტიკო არს ამბობს ჩემთან ერთად მუშაობაზე. რაღაც მოუვიდა. იცით ბატონო გერონტი, მხოლოდ იმას აკეთებს, რა თვითონ სურს. და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისათვის. შიშობამ ღამღამობითაც აი ასე ერთობა. დამუსი გაქვს, გაქვს დამუსი. სხვათა შორის, დღეს მერცხალამ და პეტელამაც უარის თქვის ჩემთან ერთად მუშაობაზე. აი ამან უჩურჩულა რაღაც. რა შვები კაცო შენ? თუ არ მუშაობს არ უნდა ჭამოს. არა ბატონო გერონტი, რაღაც უნდა ვიყონოთ. ბოლოს და ბოლოს ჩვენს მოაზროვნე არსებები ვართ. ი ბატონო, რას ვთავაზ? ცალკე ვოლიერში უნდა გადავიყვანოთ ახალი დეფინიტი. ამას რაციონი შეუმციროთ. ეგეთ მოვიდეს ჭკუაზე. რას მიყურებ? წადი ითამაშე, ხომ ხედავ, უჩემოდ გადაწყდა ყველა. ბატონო გერონტი. აი ასე. ბატონო გერონტი. გამორთეთ ეს სინათლე, ისედაც გადახარჯვა გვაქვს. გამორთეთ ბატონო ეს ოხერი სინათლე. ბატონო გერონტი. Вот, уже готовы? Спасибо большое. Пожалуйста. გამარჯობა. აბა წამოდექი? ასე. ყურადღებით? იქით იყურე? კარგია.
снимаю. შენაკ საიდან გაჩდია? რა, მესამები, გამარჯობა. მოიცა. შენ ვინახარ, მე რობინზონი მქვია. შენაკ, მარტო ხარ? არავინ არ არის რომ დაგელაპარაკოს. იცი მეც ხასე ვარ. რა ორას მეუნები. წასვლა კიდე უკვე. მოიცა დარჩი ცოტა ხანს. რა უკვე მემშვიდობები? დარჩი. ასე ყოველთვის. ყოველთვის ასე. ხალი კი არა, სოფიანი კობრა ყოფილი. იცი რა საჩივარი დაწერა შენზე და მთელ კოლექტივზე. რატომ არ გადაუხეს სურათი ლუგზარიკოსთან ერთად? იმ ქალის მაგივრად მე შევწვა. ზმო, იხა შენ. ვინ გეკითხებ? აქ შენი სამსახურია, რატო უნდა გცხოვროდე შენ ცხვრის მაგივრად? ეს შენი საქმეა, ვინ ვისთან გადაიღებ სურათს? რატო მეჩნევი? ცხვრის საქმეში, რატო? არა. შენ კოლექტივზე ცუდ გავლენას მოახდე. რაღაცა უნდა ვიყონო. დასკვნები თვითონ გამოიტანე. ოჯახს მოკითხვა განცხადება სხვა მოგართმევ. მოიცა. დაჯექი. რამდენი წლისაა? ვინ? შენი გოგონა. შენ საიდან იცი რომ ეს შვილი მყავს? რა, შენ არ იცი რომ შვილი მყავს? წაიკითხე. შენ სახში ერყავი და აქ მოიტანეს. აბატი, ცოტა თვალი გადავავლე. თუ რამე დაგჭირდეს არ მომერიდო, მე 3 მყავს. კონსულტაციებს უფასოდ ვიძლე. არაფერი გაგიგია? რა უნდა გამეგო? რობინზონ!
რა არის ბიჭო, სახს ხომ არ ანგრე. ნინიკო ჩამოდის. როვი. როვო. რა გიდა ბიჭო? ლაპატია გერონტი, ვერ შეგამჩნია. ახლავე ჩამოვალ, მაცალე. კატო ვევოსავანი. როვი, ავადროც ახდებოდით, საცხალი ბებია შენი, ავსაბას გახურავდა ხოლმე, გახსოვს, ა? გახსოვს. მოხმარება ხომ არ გინდა? ბატონო გერონტი. სხვათა შორის, ის წეული დელფინი თქვენ გაწერიათ ბალანსზე და არა მე. რატომ ეხცევით ისე თითქოს ეს თქვენ არ გეხებათ? მე ყველაფერი მეხება, ოღონდ სამუშაო საათებში. მომიწერეთ ხელი. ეს რა არის? განცხადება გაზეთისათვის. მარტო ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით. დამსვენებლები კი ყველგან არიან, იქნებ ფიმათ მოვკან თვალი. მერე მე ვიცი, ვასწავლი მაგას გაქცევას. მომისმინე ლიზიკო, რა საჭიროა ხმაურისად ახლა? დაიწყება მითქმა-მოთქმა. გაილანძღება დელფინარიუმი. და სხვათა შორის პირველ რიგში შენ მოგკითხავენ პასუხს და მე იძულებული ვიქნები დავსვა საკითხი სამუშაო და შენი დათხოვის შესახებ. ყველა ბადე დახეულია. ვოლიერებს შეკეთება უნდა, ვოლიერებს. იმ ნახვეტებში დელფინები კი არა, ძროხები გაძვრებიან. შენ ძროხებთან კი არა, ჩემთან მუშაობ. თქვი და გავათავე. რასაც იმხალს? მეტი ჩარას ადგილზე რომ იყო, დიდი ხანია გავიქცეოდი. ბრძანების გაცემა ისწავლა, მაგრამ სიყვარულის უნარი არ აქვს. იქით ისინი ტანჯებიან, აქეთ ეს. იცი გერონტი, მე მგონი ვიცი? მეც ვიცი. მაგრამ რა ვქნა? მესმის უნდა დაითხოვო სამსახურიდან და მორჩა. მაგრამ როგორ? ხომ იცი ვისი ნათესავია? ვიცი. საქმე გაქვს ჩემთან? იცი რობი, ხომ იცი ბარს ბევრი რამ ჭირდება. ჩაიდე ჯიბეში არ არის საჭირო. პაპატია, ისე თუ რამე დაგჭირდეს, ხომ იცი აქ ვარ. ვიცი. ხო, რას გავს აქაურობა, რა არეულობა რა არის? გამარჯობათ. ამ ჯოჯოხეთში გინდა ბავშვმა რომ იცხოვროს? შენ საქმეს მიხედე, მე დავალაგებ მოდი მაიკაში. მადლობ. ბავშვიც წაიყვანე იქ. წამოდი იქით გავიდეთ. ეს მაგალითად რაღაც ნორმალურად არ მუშაობს, რა არის რა? დილავშიტობისა, დეიდამარო. აბა თუ იცი რობიზონი ასე დილადრია რატომ აქ?
გამარჯობა. უნდა გვაპატიო რობინ. მედალიამ სულ ბოლო წუთს გადავწყვეტეთ, რომ ბავშვი მარტო არ გამოგუშვა მატარებლით. ჩავთვალეთ, რომ სისულელე იქნებოდა. მიპატიებია. ხოლმე მაგვიანდება. არ ზუსტად იმდენია, რომ ბავშვს არაფერი მოაგვიწევს. მე არაფერს მოვაკლებ ჩემ შულს. ნინიკო. ნინო. დიახ, მამა. აბა შეიცი ნინიკო. ჭკვიანად ეკა. მალე წაგიყვანთ. ნუ ღალატ მამიკო, ყველაფერი კარგად იქნება. გამართ. სახლში ხომ არ შევსულიყავით? გამომართ ეს შენ. გმადლობთ, შევიდეთ. მაპატიეთ, მე ყველაფერს თვითონ ვაკეთებ. ჩვენ მატარებლით ველოდით, ისინი კი ვოლგით ჩამობრძანდნენ. მაგათ რა გონიათ, რა ვოლგა არ გვინახავს, მაგათი ამბავი მე მკითხე, თბილისელებმა თავის გამოდება იციან. მოიცა. თუ უნდა და ენახა, სადი ცხოვრობდა ბავშვი, რატომ სახში არ შევიდა? არა. აქ რაღაც სხვა ამბავია. სრულებით არ გავს რობინზონს. საცოდავი რობინზონი, იქნებ არც ამისი შვილი. არა ძმაო, არა. ეს ამბავი არ მომწონს. ქალბატონო მარო, თქვენ რა სიტყოდით? არ ვიცი.
სათქმელს თქვენ თვითონ ამზადებთ? კი? ალექსის უფრო გემრიელი გამოსდის. მეც შევეცდები. ნინიკო, ნახე რა გაჩვენა. აი ეს ქუდი შენს აპის პაპას ეხურა. როგორია? და აი ამ ყალიონს აბოლებდა. აი ამით კი. აი. ისროდა. ვის ესროდა? ვინც იმსახურებდა? სხვათა შორის, ცეცხლსროლელი იარაღის უნებართოდ შენახვა, კერძო პირებს ეკრძალებათ. ეს გატეხილია. იცი ნინო, მე შენ ეს ერთხელ უკვე გაჩვენ. მე მაჩვენეთ? როგორ? ჩვენ როდესმე ერთმანეთ შევხვედრივართ? მაშინ შენ სულ პატარა იყავი, აღარ გემახსოვრება. აი მას მერე კი ჩვენ აღარ შევხვედრივართ. არც ერთხელ. რატომ? რა ვიცი. დედა შენმა გადაწყვიტა ასე აჯობებსო. მან ასე მოისურვა. კი, მაგრამ თქვენ ყოველთვის იმას აკეთებდით, რაც დედა ჩემს სურდა. არა. ერთხელ მოვიქეცი ისე, როგორც მე მსურდა. რა გქენით? ისეთი არაფერი უბრალოდ წამოვედი და აქ დავბრუნდი. აი ამ სახლში, ამ კედლებში. ის არ დაბრუნდა? არა. ის არ დაბრუნდა. ნინო. ნინიკო. თქვენ თავისუფალი ხართ. რა? თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ. მოიცა. კი, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ დღეს ჩვენ ერთად ვიქნებოდით. რა საჭიროა? ხო, კარგი. როგორც შენ გსურს, მე ზუსტად ისე მოვიქცე. მეც სწორედ ამის იმედი მქონდა. კოტე გამარჯობა. ეხი როგორ აგა კოტე? ეხლა უკეთამა. ძალიან კარგი. გამარჯობა რობი. გამარჯობა. როგორ არის? ასე ამბობს შენთან ყველაფერი სასაცილოა. გამარჯობა. მე რა გიხარია? თქვენ რა გესმით? სასაცილოა, ესე იგი მოსწონს. უღალა რობისონ ყველაფერი კარგად იქნება. ამითაც დავიწყებ. ეს რა თოჯინა? თოჯინას ახლა მე დავდებ. აი აქ. არა. აი აქ. რამდენი ძონძებია? No.
გასაგებია. დედა როგორია? ოჰო. მოგწონს? კარგია. ამას რა უნდა აქ? სადაა ეს ყველაფერი? ამ გარადაში საუკუნე არავის შეუხედავს. ძოლმანებით გატენილი იყო. სულ ყველაფერი გადავყარე. უკაცრავად. ეს რა ბებიასია? დედიკოსი? თქვენ რაღაც გეშლებათ. დედა ამას არ დაიხურავდა. მართლა, მართლა. რობი! ნინიკოს ზინავს? ხელს ხომ არ უშლი? რობი! რობი გოსად არის? არ ვიცი. ასე. ხომ არ გაწყელინა? თუ ასეა უნდა აპატია. შილემა უნდა აპატიონ შობლებს. თქვენ დარწმუნებული ხართ ამაში? რა იცი, ჩვენ ასე ვიქცეოთით.
აი ეს შენ. ეს რა არის? ჩემი პირადი საშვი. საუკეთესო ადგილით. ამ საშვით როგორც წესი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ხალხი სარგებლობს ჩვენს ცირკში. ცირკში? ო? თქვენ რა კლოუნი ბრძანდები? ო? დაწილობრივ. აი ნახე. Pam pararam pa pim pararam pa pam pararam parim param po pam pararam pa pim pararam pa pam pararam pari po pam pararam pa pam pararam pa pam pararam parim param pa ram pararam pari pararam pari ro გელოდები ცირკში. Он представлял счастье, но жестокое счастье эгоиста. გელოდით. გმადლობ ნინიკო. ხანამშვიდობისა. ძილინებისა. თქვენ ისევ გიყვართ? იცი ნინიკო, შენ მართალი იყო. ის ძველმანები დიდი ხანია გადასაყრელი იყო. აქამდე უნდა გადამეყარა. დაიცინე. მოგესალმებით თქვენს დელფინარებს. მოისმინეთ მცირე ინფორმაცია. შავ ზღვაში ბინადრობენ 3 სახის დელფინები. ყველაზე დიდები აფალინები. იკვებებიან დელფინების თევზით, 5-დან 10 კილოგრამამდე დღეში. მათი სიკვდილის ხანგრძლივობა 20-დან 25 წუთია. დელფინის სხეულის ტემპერატურა დაახლოებით ადამიანისაგან. ისინი თავიანთ წყვილებს ყვებავენ მიწით. ნინიკო, როგორ მოგეწონა დელფინები, ა? ისე რა. რას ნიშნავს ისე რა? ჩატყობილი ამბავია. რა არის ჩატყობილი? ჩვენ ხო ვიცით რომ ეს რა ვიცით? მოაზროვნე დელფინები. ჭკვიანი არსებები. უბრალოდ ეს ყველაფერი პირობითი რეფლექსია. პირობითი რეფლექსი. დიახ. მაშ პირობითი რეფლექსია რა? პირობითი. პირობითი. დიახ. აბა წამოდი. წამოდი. სად მივიდივარ?
გასა ეს ღარკენები. იქნები წავიდეთ, სადაც ყველა ბანაობს. აქ რაღაც ცუდი სუნია. ეს წყალმცენარეების სუნია. იოთ შეიცავენ ბევრს, მარილს. ასეთია ზღვის ნამდვილი სუნი. აღარ წმინდებათ? ახლა? არა, საერთოდ. შენ რა უკვე მოგწმინდა? არა, უბრალოდ უცნაური სიჩუმეა. სიჩუმე? აჰა. შენ არის მენ კარგად. აბა ყური დაუგდე. გესმის? რა? აი იქ ამ კონცხის იქით. თოლიები ჩხუბობენ. რაღაცას იყოფენ და ყვირიან. ჩემია, ჩემია, არა ჩემია. სულ რაღაცას იყოფენ და ვერ გაუღვიათ როგორც ადამიანებს. თქვენ ყველაფერს იგონებთ. ნე. დედა შენიც ამას მეუბნებოდა. წადი იბანავე. ვინც მოვიდა გაუმარჯოს. ნინიკო, ამას მეტი ჩარაქვია. შემოდი წყალში, ნუ გეშინია. სულ არ მარიცოდე, არ შეგეშინდეს, გადაგარჩენს. აბა მიყურე. ვიშავი. ვიშველე. რა სიტყვი ნინიკო? ხომ არ გეშინია? გაიცანით ეს ჩემი შვილია ნინიკო. მართალია ცოტა მშიშარა, მაგრამ ძალიან კარგი გოგოა. ჩამოდი, რას უდგეხარ? რა თქმა ჩამოდიხარ? ნინიკო, იქ ნავის ქვეშ დიდი ლურჯი ბურთია. გამიგე? ნავის ქვეშ ბურთია. აიღე და ჩამოდი. ჩქარა. გადმოვაგდე. ასე. ოჩა მეტიცა. გაიჭირა. აბა კიდე? გადმოვაგდე? ჩამოდი. მოდი.
არ ვიცი. დაბრუნდება? არც ეგ ვიცი. რა უცნაური ხარ? საკუთარი დელფინი ყავს. შენთვის კი თითქოს სულ ერთია. ვერავის აიძულებ, რომ შენ სურვილზე იაროს. ხან მოვიდეს, ხან წავიდეს. მეტი ჩარას თავისი ცხოვრება აქვს შვილი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ. მე ძალიან მინდა მასთან ყოფნა. ყოველ დღე მასთან. ამისათვის საჭიროა, რომ მასაც უნდადეს შენთან ყოფნა. კი, მაგრამ მე ხომ მისთვის არაფერი მისყანინებია. მას ხომ ჩვენთან ურჩევნია ყოფნა. ვერ გეტყვი. ეს მას უნდა ვკითხოთ. მხოლოდ მას. რაწვინა? ასე? ნახე? ნახე? ვინ უნდა მენახა? როგორ თუ ვინ? მეტი ჩარა. ნინიკო, დელფინები ასეთ ამინჩი ნაპირიდან შორს მიდიან. დამშვიდით. ლოდინი უნდა იცოდა. რამდენი ხანი უნდა ველოდო? მთელი სიცოცხლე? ზოგჯერ მთელი სიცოცხლე. რობინ, შენ ვინ ახარ? ბევრს მიაჩნია, რომ არავინ. დედაც ასე ფიქრობდა? არ ვიცი. დედა ამბობდა, რომ თქვენ ოდესღაც ყველაფერი საერთო გქონდათ. ერთად სწავლობდით. შენ, დედა და ალექსი. ასე იყო. კი, მაგრამ რატომ ხარ შენ აქ და ისინი კი იქ? მაპატია ნინიკო, მაგრამ შენ ჯერ ამას ვერ გაიგებ. გავიგებ. შევეცდები გავიგო. მე ისინი მეწოდებიანია. როგორ? შენ ისინი გეწოდებიან? მე ისინი მეწოდებიან, ძალიან. თითქოს დაბრმავდნენ და ვეღარაფერს ხედავენ. ან არიციან, ან არ სურთ. და კიდევ ვიცი, იქ მაგთან სივიწროვია. თითქოს ყველა მიძვრება ერთსა და იმავე ვიწრო კიბეზე. ადგილი კი ყველას არ ყოფნის. ერთმანეთს ეხლებიან, ერთმანეთის ჩამოგდებას ცდილობენ, ყვირიან, ჩქარობენ. სად მიეჩქარებ? ჩემი ძუძულა გოგო. მოდინი,
მოდი ვიცი. იგი რაც არის, მოდი ვიცი. მიირთით. მადლობთ. ეს მართალია რომ დელფინარიუმიდან დელფინი გაიქცა? სისულელე მისი. სისულელე? რატომ? სულელი აბარა. ყველაფერი შეეძლო ქონოდა პოპულარობა, მუსიკა, მაგი შიმშილით სიკვდილი არჩია. შიმშილით სიკვდილი? ხო. ჩვენთან სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება. რაციონი, ვიტამინები. იცი რამდენ თევზს მიირთმევს ერთი დელფინი დღეში? 20 კილოგრამ გალღობილ ხეკს. კი, მაგრამ ზღვაში განა არ არის თევზი. იქ დიდი ხანია თევზი აღარ არის. ეგეც რომ არ იყოს, ბარტოხელა დელფინი თავს ვერ გაიტანს. იცი ეგენი როგორ ნადირობენ თევზზე? არა. ყველანი ერთად მთელი ოჯახით. ურე? იპოვნიან სტავრიდულას გუნდს. წრიულად განლაგდებიან. დასტრიალებენ. ულიან გარშემო. არ უშვებენ თევზს. თან რიგრიგობით ყვითავენ და შეექცევიან. მაგას კი არც ერთი ოჯახი მიიღებს ასეთი ხასიათი. კი, მაგრამ მაშინ რატომ გაიქცა? ცხოვრებას არ იცნობს. უნდა მოეტყვინა, მან კი ვერ შეძლო. რისი მოთმენა? ყველაფრის. ესე იგი ჩვენის უნდა გადავარჩინოთ. არ მოგწინდა ბიჭო საკუთარ თავის მოტყუება? გეშინია ხო? როგორც კი მოსმენა ახლოვდება, იწყება ერთი და იგივე. მაგიდაზე წამლები ჩნდება? მართალი ხარ. ვიცი არ მეღირსება მე ფილარმონიაში გამოსვლა არა. მაგრამ რა ვქნა ბიჭო? ძალიან ვერ მოვეში ამოცნებას. ყოველთვის გინდა ის, რის გაკეთებაც არ შეგიძლია. მაგრამ ხომ გინდა? ნინიკო ხომ არ გინახავს? არა.
გიჭირე? სულელო. ეხლა ხავე გადაგარჩენ. თქვენი ვაჟკაცი კარგად გამოვიდა. ეს რა მოხსნია? დაწნათ. ცოტაც მოითმინე. ახლა ვიგიშველი. ახლა. აი ასე. ასე. ცოტაც მოითმინე. ცოტაც. ასე. ესე ჩიმოგარგო. Agija. Zodat. Momechmare. Zodat. Ajase. ჩქარა. ოი, გამოადგი ფეხი ყველგან ხელი წატრევი რომ ხარ. Bobiko, აქ რას უზიხარ? სად არის დარბელი? ისა არ დაბრუნდება. აღარ ასოდეს. ეს რა ქენიშვილა? მას ხომ შენიშერა?
თუ გინდა დაველოდებით. ის აღარ მოვა. Не выбирайте, не надо. Нашего дельфинчика на всех хватит. Я позову. Внимание, внимание! Повторяю для тех, кто не слышит. Вот вам рыба. Прошу. Обойдется вам всего 5 рублей. Наш дельфинчик хочет кушать. Как тебя зовут? Аленушка? Да, папочка, останьтесь. Пошли, Аленушка, пошли. Сейчас к дельфинчику пошли. Следующий. Ну, Вы? прыгнули. Оп. Внимание, внимание! Граждане, соблюдайте порядок, и у вас на память останется уникальное фото вашего ребенка. Але. Оп. Внимание! Следующий. Уникальное фото вашего ребенка. О, Гаргия. Угоре. ღმერთო ჩემო რასაც მოიგონებენ. რა მოხდა? დელფინი ესტუმრა ადამიანებს. ექსად. ლიძავაში. რა მერე? უყურე? ზღვიშვილი საოცრად ალერსიანია ადამიანთა მიმართ. განსაკუთრებით ყურადღებიანია ფოტოაპარატით აღჭურვილი დამსვენებლებისადმი. საოცრად უყვარს სურათების გადაღება. ჰა? ეს ხომ ის არის? ვინ? ბედიჩარა. ვინ? ნინო. დაჯექი მაგიდასთან. მაგიდასთან დაჯექი. უკვე ისაუზმე? დიახ. მე? ხომ არაფერი გავისყლებ? გმადლობ დედა. გმადლობთ ალექსი. Леночка, да? Ну ты не боишься, да, дельфинчика? Ну пошли. Молодцы, вот, видите, скользко, осторожно, деточки. Давай, пошли. Поднялись, рыбочку не отпускаем. Побежали. Вот, молодчик. Вот так, приготовились. Соблюдайте порядок, пожалуйста. Не набирайте, граждане, не набирайте, не надо. Нашего дельфинчика на всех хватит. Я позову. I'm a teacher, I come to ბიჭო სანამ ამედია საქმეს მივაწყო ვიკმა არ შემჭა მაგას ნუ გიშენიათ შერეკილი დედები არ გამოელევიან ეგეც არის რა დელფინი რა შვება ბიჭო
კარგად აქ, ნუ გეშინე, გაკაჩერს. ო? შეხედე. ჩვენი გელფიქრე? მოცოვი. მიდის ბიჭო. რა ხდება? ასე დიო. აჩა რა? არ მიდიხარ, Ana, bici. Mark, Steve. Hey, bicho, Porsche vitesები.
გასვლა აუცილებელი. რატომ მინიკო? რატომ? გემუდარები გამიჟიმა. ხო, კარგი, დაწვდი. გაგიშვი. ოღონდ დაწვდი. კარგი. ჩუმად დაწვდი. ხოდა, კარგი. გადატრიალდი. მეორე მხარ. კარგ სიზმარს ნახო, ხო? ყველაფერი კარგად იქნება. მე დამაშავე არ მის წინაშე. მის წინაშე, ნიკო. მე დიჩერეს. მე ის მოვუტყვა. დედიკო, მე მისი გადარჩენა მიდოდა. მაშინ კიდევ არ ვიცოდი რომ დელფინებს თავისი ცხოვრება აქვთ. მე მას უღალატ. ნია. რას იქონდა? ვის უღალატე დელფინს? დედა შენ არ გესმის. მას ხომ სჯეროდა ჩემ. დელფინი იგივე ადამიანია. თუ უღალატე აღარ ესოდეს დაბრუნდება. ეს რობინზონმა გითხრა? ხო, მამიკო. მაგრამ ხომ ხედავ მედიჩარა დაბრუნდა. მე პატიება უნდა ვთხოვო. ის ძალიან ჭკვიანი. კეთილი. მე ის გამიგებს და მაპატიებს. აუცილებლად მაპატიებს.